არა, ვერ გავუძლებ. მეც წავალ შენის ნებართვით. ბიძია, მოიცადე, უნდა ვისაუბროთ. მამა-შვილი მარტო დატოვე. ბევრი სასაუბრო აქვთ. რა მოხდა შეგნით, რა თქვი? არაფერი მithქვამს. დაწყნარდი. კადირმა ჯერ არ იცის, რომ მამამისს ზუღურებს. მაგრამ ჯანსიზმა იცის, რომ წინ მისი შვილი დგას. შენ უთხარი? მე ვუთხარი. ახლა კი შენი ფიქრე, როგორ გადაურჩები ჯანსიზის სიძულვილს. ზეინებ. დარწმუნებული იყავი, რომ ამ ომში ჩემი სიძულვილი გაიმარჯვებს. იცი რატომ? იმიტომ რომ კადირმა ჯერ ჩემი ოჯახი, შემდეგ კი შენი თავი წამართვა. მე მძულს კადირი და მძულს ჯანსიზი, იმიტომ რომ მამამისია. შენ კი? შენ იმიტომ მძულ ხარ, რომ დედამისი ხარ. აი ხედავ, ჩემმა სიძულვილმა გაიმარჯვა. ისე ვერავინ მოერევა სიძულვილს, როგორც მე ვერევი. რადგან საავადმყოფოში ხარ. იქნებ ფსიქიატრს გაესინჯო. არა, წამლებს დროულად უსვამ, არი დარდო. გამიშვი. ვინც რა უნდა გააკეთოს? კადირი მიხვდება, რომ ჯანსიზი მამამისია. მაშინ რა იქნება ზეინებ? დაიწყე იმ დღისთვის მზადება, როდესაც კადირს დაკარგავ, თუ იმ დღისთვის, როდესაც კადირი დაკარგავს. ხედავ, ქალს, რომელიც კადირს უყვარს, უკვე გაიცანი ქალბატონო ასიე. ნუ ღელავ. მალე გაიცნობ, იმიტომ რომ ძალიან მგავს. ძმაო, ქალბატონი ბელმა სასტუმროში არ არის ძმაო. ჯანდება. ქალი სიკვდილისკენ მიემართება ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს. ჩეტინ, ჩემი ტანსაცმელი მომაწოდე. ახლავე ძმაო. ღმერთო ჩემო. კადირ, რას აკეთებ? ვიცვამ ზეინებ. რა სიცვამ? შეეშვი ამას. დაწექი, ჯერ არ გამოჯამრთელებულ ხარ. ზეინებ, უამრავი საქმე მაქვს. ვერ ვიწვევი, გასაგებია. გაიგე. რა სიცვამ? ჯერ კარგად არ ხარ. გთხოვ, დაწექი. თქვენც გთხოვთ, კადირმა ცოტა უნდა დაისვენოს. შენი მეგობარი გოგონა მართალია. მე წავალ. ბიძია, ჩემი მეგობარი გოგონა ყოველთვის მართალია, მაგრამ არის რაღაც, რაც არ იცის. აქ რომ დამაბან, მაინც არ დავრჩები. ეს ჯერ კიდევ არ იცის. წასვლა გინდა? წადი. იქნებ გესროლონ, იქნებ მოგკლან. ისი არ დაბრუნდე, რომ არ მოკვდე. ზეინებ, რას აკეთებ? რას აკეთებ? თქვენის ნებართვით წავალ. ბიძია, გაიქეცი, მიდი, ნებას გრთავ. გაიქეცი, როცა შესაძლებლობა გაქვს. მე ვერ გავიქცევი, მოუკვდები ამ გოგოს ხელში, გეუბნები. მიდი, გაიქეცი. ასეა. მე და შენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. მშვენიერი დღეები გველოდება. შენ მხოლოდ ილოცე, რომ იოსუფმა სიმართლე არ გაიგოს. ილოცე.
რა გინდა ჩემგან? არაფერი, შენ რა გინდა ჩემგან? გადირ გთხოვ შემეშვინო თუ ყოველთვის უნდა ვიტანჯო შენს გამო. შეგეშვა. მგონი როლები გავცვალეთ არა? ანუ მე ვწევარ და ვიტანჯები. ჭრილობის გამო შენ კი თავს არ მანებებ ზეინებ. იტანჯები არა? სულით ტკივა? ეგ არ მithქვამს. ამ წამს თქვი მტკივაო. კარგი, ვერ შეგეჯიბრები, ვერც გონებაში და ვერც ენაში. ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს, გასაგებია. ვერ შემეჩიბრები, ამიტომ დაწექი და მალე გამოჯამრთელდი. შეგიძლია დაწვე? შეხედე, გავუფლიანდი, შეხედე. გთხოვ, უამრავი საქმე მაქვს ზეინებ. უნდა წავიდე. მოდი აქ, ჩამოჯექი. ახლა საქმეს უნდა დავუბრუნდე, ხვდები? რადგანაც რაც აქ იყო, აქვე დარჩეს. შენ საუკეთესო ხარ. ჰაეროვანი კოცნა მაჩოკე, კარგი. მოდი აქ. დიდხანს ელოდე. შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა, შემოდით. რა ხდება? გაგწერეს? ღმერთო, ახლა გავგიჟდები. გელოდებოდი. აბა როგორია? გაიზარდა შენი შვილი არა? ახალშობილი იყო, როცა მიატოვე, მაგრამ ახლა თვალი არ ეცეს. დიდი ბიჭია. მე არ მიმიტოვებია. ხო, მართალია, დედამიწმა მიატოვა. შენ უბრალოდ ვერ იპოვე. ჩემი დამსახურებით. მაგრამ ახლა ვიპოვე. ხო, იპოვე. მაგრამ აღიარე. ხომ იტანჯები? გაწუხებს რომ არ შეგიძლია ჩაეხუტო და მამა დაუძახო არა? და როგორია საკუთარი შვილიშვილის მკვლელი რომ ხარ? ტელეფონზე კადირს ეუბნებოდი არ უნანობო. რომ სინდისი არ გაგაჩნია. როგორც ჩანს არა. არა ველი. ველი. კარგად მომისმინე. ისეთ რაღაცას გაგიკეთებ. შენი თვალით დაინახავ, მაქვს სინდისი თუ არა. და ეს შენი თვალები გახდნენ მოწმეები. არაფერს არ დამიშავებ. თუ დამიშავებ, კადირი გაიგებს ვინც ხარ. ძალიან ამაღელვებელი, სულის შემძვრელი ვიდეო მოვამზადე. ყველაფერი დაწვრილებით ავხსენი. თუ გადაწყვეტ რამე დამიშავო, ჩემი ერთ-ერთი კურიერი ამ ვიდეოს კადირს მიუტანს. ხოლო თუ ხელს შეუშლი, სხვა კურიერი წაუღებს. თუ მასაც შეუშლი ხელს, კიდევ სხვა კურიერი წაუღებს და თუ მასაც შეუშლი, კიდევ სხვა კურიერი. მე ძალიან ბევრი კურიერი მყავს და ვიდეოც ბევრი მაქვს. თუ გადაწყვეტ რამე დამიშავო, კადირი მაპატია დიდი ბოდიში, იუსუფი ყველაფერს გაიგებს. მე ველი ჯეფჰერი ვარ. არც ერთ თქვენგანს არ ვგავარ. მე თქვენგან ყველასგან განსხვავდები. ჩემი ერთი ნახევარი ეს პოლიციელია. მეორე კი დამნაშავე. ამიტომაც ჯობია ჭკვიანურად გამომიყენო. ველი, შენ კარგი მტერი ხარ. ისეთი მტერი როგორიც შენ ხარ, ყველას გამოადგება. ახლა კი საერთო მტერი გვყავს. სელიმი. ჯერ ის უნდა მოვიშოროთ. ღმერთმა არქნას კადირი მას ჩვენამდე თუ იპოვეს. საქმე ორივეს ცუდად წაგვივა.
რა დაგემართა? ეს ვინ გაგიკეთა? გადი რა დალიმ. გეწყინა. არა, არ მეწყინა. მოსალოდნელი შედეგი იყო. როგორ გაგიშვა? გარიგება დავდე. სელიმი მივეცი. ანგარიში ფულის გათეთრებაზე. მკვლელობა, რომელიც კერემს დავაბრალეთ. კაანის მკვლელობა. ანუ ყველა ცუდი სამხელი მისკენ მიდის. სელიმი ცუდ დღეშია. და საბოლოოდ კადირისკენ გადახვედი. ოჩახ, დაჭკვიანებულ ხარ. კიდევ ერთ საკითხში დავჭკვიანდი. რა საკითხში? ბელმა, შენ მიმართ ძალიან უსამართლო ვიყავი. ძალიან გაწყენინე. მიყვარხარ. და შენი დაკარგვა არ მინდა. ასე მარტივად აღარ დაგიჯერებ. ხვდები, რომ სელიმის დასასრული ახლოვდება. და ჩემთან ახლოვდები, რომ მისი ძვირადღირებული მემკვიდრეობა მიიღო. ბელმა სისულელეებს ნულაპარაკობ, ეს რა შუაშია. იდიოტი არ ვარ. მიყვარხარ და ეს მშვენივრად იცი. მაგრამ ახლა ძალიან კარგად გიცნობ. სელიმის დასასრული ახლოვდება. როცა მას მოვიშორებთ. მე რა მოხდება ბელმა? სელიმ? ასე რატომ მომეკეცით? ისე ძლიერ მიყვარდი. ისე გაფასებდი. ასე როგორ მომეკეცი? ბატონო სელიმ დაწყნარდით. ისეთ რამეს ნუ ჩაიდენთ, რასაც მე რეინანებთ. ბატონო სელიმ, მეგონა შენ მაინც იყავი ჭკვიანი. მეგონა ისეთ ადამიანს როგორიც მე ვარ, ასე არ მოექცეოდი. მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია. მართლა? ასე ფიქრობდი, როდესაც ჩემს ცოლთან ერთად იწექი? თქვენ მომატყუეთ, თანაც ჩემს საკუთარ სახლში. ყველაფერი ვნახე ბელმა, ყველაფერი. ეს რით დავიმსახურე. შეგიძლია მითხრა ბელმა? ძალიან მწუხვარ სელიმ. მართლა ძალიან მწუხვარ. ძალიან მწუხვარ. შენც წუხარ? ბატონო სელიმ, დაწყნარდით. დაწყნარდით. იარაღი დაუშვით. მოდით მშვიდად ვისაუბროთ. სასაუბრო არაფერი მაქვს. ისიც მე ყურაც ვიდეოში ვნახე. სელიმ. აღარ მოგაცდენთ. სელიმ. ბატონო სელიმ, დამშვიდდით. ნუ გააკეთებთ იმას, რასაც ინანებთ. ბელმა. 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 ბელმა, კარგად ხარ? ბელმა. ბელმა. რა ჩაიდინე? რა ჩაიდინე? რა ჩაიდინე? ბელმა. გონს მოდი ბელმა, თქვი რამე. შვილო. დედა. მადლობა ღმერთს.
მადლობა. და ღმერთმა აღარასდროს შეგვაშინოს, არასდროს მოგვაწყინოს. არ მომიწყენია დედა. ჩემი ახლო ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. ჩემი ლამაზი შვილი. კადირი მოვიდა. წამოდით. კარგი მოიცადეთ. გაჩერდე ბიჭო, არაფერია. ნუ აბუქებთ, მარჩა. ოჰო, გაქცეულები. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. სად იყავით მთელი ეს დრო? ძმაო, რამე მოხდა? დაჭრილი ხარ, რა მოხდა? პოლიციელი ვარ. ბანკირი ხომ არა? პოლიციელი ვარ. დროა მიაჩვიოთ ჩემს ასეთ მდგომარეობას. კარგი, მივაჩვევით ჩვენს მდგომარეობას. შეხედე, ჩასაფრებულია. არაფერი გამორჩება, გეფიცები. არაფერი. მართლა რა მოხდა? ვინ დაგჭრა? არ გვინდა ამაზე გარეთ საუბარი, კარგი? ზეინები ყველაფერს მოგიყვება, როდესაც სახლში შევალთ. ანუ, შეხვალთ. შენ სად მიდიხარ? განყოფილებაში, ჩეთინთან ერთად. ასეთ მდგომარეობაში? ღმერთო ჩემო, ეს ქალები რა. დაოსერფილ, შენს გინდა რა მის თქმა? არა, რა უნდა ვთქვა? თავს გაუფრთხილდით. აიღეთ მაგალითი. გესმით? გაიგო თავს გაუფრთხილდითო და გამიშვა. მიდით. კარგი, წადით განყოფილებაში. ჩეთინ წაიყვანე შენი უფროსი კომისარი და რაც გინდათ ის ქენით. კარგი, შენ არი დარდო დაო, მე მივხედავ. გისმენ ძმაო. ყველა ჩანაწერი მინდა სელიმზე. გასაგებია? ყველაფერი შეისწავლეთ. საქმე შეუდაგით. კარგი ძმაო, როგორ სიტყვი? რა ჩავიდინე. სელიმ? ველი? ჩემი ცოლი მოვგალი. ბელმა მოვგალი. ისევ. სად ხარ? სელიმ, მისმინე. თუ გინდა, ვერფისთან მიდი. მეც მალე გამოვალ. არა, არსად არ წამოვალ. რა? რატომ? ჯანსეც წაიყვან და იქ მოხვალ, სადაც მე გეტყვი. ყველაფერს იქ გავარკვევთ. სელიმ, მომისმინე, შეცდომას ნუ დაუშვებ. შეცდომას? გეუბნები ჩემი ცოლი მოვკალი მეთქი. კარგი, მაშინ ნუ დაუშვებ უფრო დიდ შეცდომას. თუ ჯანსის წარწა მოიყვან და იქ არ მოხვალ, სადაც მე გეტყვი. ვეტყვი, რომ ის ვისაც კადირადალის მოკლა უნდა და შენ ხარ და არანაირი შანსი არ ექნება შენი გამართლების. ისევ ძებნაში მყოფი დამნაშავე იქნები. ეს არც ისე კარგია, არა? მითხარი. კარგი, ადგილი მითხარი. მე კი ჯანსისთან ერთად მოვალ. კადირს მამა ჩემმა ესროლა. დარწმუნებული ხარ? და კადირი დარწმუნებულია? წოხარ ჯემრე. დარწმუნებული ვარ. არა, შეუძლებელია. მამა ჩემი ასეთ რამეს ვერ ჩაიდენდა. ჯემრე, მოდი ჩემთან.
ჯემრე, დაურეკავ. გისმენ ჯემრე. მამა, სათხარ. რატომ მეკითხები? ვიცი რაც ჩაიდინე, გთხოვ ჩაბარდიან. მითხარი სათხარ და დაგეხმარები. Nerede olduğunu söyle, bırak ben sana yardım edeyim. შენ დასაწყისშივე უნდა დამხმარებოდი შვილო. ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ჩემს გვერდით რომ დარჩენილიყავი, არაფერი მოხდებოდა. ბილმა ცოცხალი იქნებოდა. რას ქვია ცოცხალი დარჩებოდა? რა დაემართა ბელმას? მამა, მიპასუხე, რა გაუკეთე ბელმას? მოვგალი, მოვგალი. დემირთან მღალატობდა და ამიტომ მოვგალი. რას ქვია მოგალი? მამა, მიპასუხე. მამა, გემუდარები, მითხარი სათხარ. შენი ნახვა მინდა, გთხოვ მიპასუხე. შენ აღარ გყავს მამა, მისი ნახვაც გენდომებოდა. ამას ნუ ამბობ, მამა, სათხარ. მამა, მამა, მიპასუხე. ვიდეოს უყურა. იმ ვიდეოს უყურა, სადაც დემირი და ბელმა არიან და მითხრა, რომ ბელმა მოკლა. კარგი, დაწყნარდი. შეხედე, მეც აქ ვარ, კერემიც აქ არის, ყველაფერი დაალაგდება, კარგი. Verecek, tamam mı? Baba, მამა, გინდა გაიგო, სად არის მამა შენი? ვინ ხარ? თუ მამა შენის უკანასკნელად ნახვა გინდა, იქ მოდი, სადაც მე გეტყვი. მაგრამ მარტო. კარგი. კარგი, ახლავე მოვალ. ჯემრე. ჯემრე მოიცადე. მეც წამოვალ, ჯემრე. კერემ, არა. მეც წამოვალ, მარტო ვერ გაგეშვებ. ჩაჯექი, მიდი. კერემ, ვიცი რომ მარტო არასდროს არ დამტოვებ. ვიცი რომ გინდა დამეხმარო, მაგრამ მარტო უნდა წავიდე მამა ჩემთან. ჯემრე, ახლა არ თქვი მამა ჩემმა ბელმა მოკლაო. მარტო როგორ წახვალ? რა სისულელეს ამბობ? მიდი, გვერდით ჩაჯექი. ხომ იცი რა რეაქციაც ექნება, როცა ერთად დაგვინახავს. მე არაფერს არ დამიშავებს. ვერ შეძლებს. hadi lütfen. მიდი, გთხოვ. გამაგებინე. გამაგებინე, რა მოხდება? კარგი. ადალე. ადალე. შვილო აქ რას აკეთებ? სხვაგან სად უნდა ვიყო უფროსო? ზაავად მყოფოში, თუ ღმერთ ეკძამთ, ენერგიით ვარ ახსავსე. კიდევ ბევრი საქმე მაქვს მოსაძებნი, ჯერ სელიმ გიური უნდა ვიპოვოთ. ძმაო, სხვათა შორის სელიმ გიურის მანქანა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კარგი, მშვენიერია, მადლობა. მაშინ იქნებ სელიმ გიურისკენ გავეშუროთ და დრო აუცილებელი საბუთების ლოდინში არ დავკარგოთ. რა გითხრა? თითქოს რომ გითხრა არ წახვიდე თუ არ წახვალ, არა? მშვენივრად ვიცი რომ წახვალ. გზა გაუსუფთავეთ. ჩვენს მთავარ კომისარს მეგობრებო, დაეწავიდეს, სადაც უნდა, დაეწავიდეს. რაც უნდა ისაკეთოს. ღმერთო ჩემო, შეშლილია. თქვენც ასე გიყვირით ხოლმე? ძმაო, ბელმა გიურს ესროლეს. რა? რას ამბობ ბიჭო, ვინ ისროლა? ძმაო, დემირ ალქანმა თავის ჩვენებაში დაწერა, რომ სელიმ გიურმა ესროლა. ერთი ამას დამეხედეთ. სულამ უმუხრუჭო სატვირთოს მართავს. წავიდეთ, სანამ ესეც არ მოусუფთავებია. შენ ბიჭებს უთხარი მოემზადა. მიდი, მიდი.
ეს ყველაფერი შენ ჩაიდინე კადირის მოსაშორებლად. შენ ყველაფერს აკეთებდი, რომ მასაც იგივე ტკივილი გამოეცადა, რაც შენ გამოსცადე ადემზე ჯანსიზის გამო. იმიტომ რომ ჯანსიზისთვის კადირი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კადირი, შენი შვილი, რომელიც მკვდარი გეგონა, ის არის იუსუფი. მისი პოვნა ვერ შეძელი, მაგრამ თვითონ გიპოვა. მოსაკლავად, რომ ცოლ შვილისთვის სამაგიერო გადაგიხადოს. თქვენ გამომიყენეთ სათამაშოსავით მეთამაშებოდით. იმ დღიდან, როცა ერთმანეთი გავიცანით. რატომ არ მელაპარაკებით? ველი, არაფერ სიტყვი. სელიმ, ჩვენი დახმარებით იმდენ ფულს შეულობდი, ვერასდროს რომ ვერ იოცნებებდი, კარგი ცხოვრებითაც იცხოვრე. მაგრამ სისუსტე საყები. არაფერს ავყოლილ ვარ. თქვენ მაჩვენებთ ჩემს გზას გადარჩენისკენ. გადამარჩენთ ამ ყველაფრისგან. თუ არა დაახლავე კადირს დაურეკავ და ვეტყვი, რომ შენ მისი ნამდვილი მამა ხარ. მივუყვან იმ ადამიანს, რომელმაც მას ცხოვრება დაუნგრია. შენთვის არანაირი შველა არ არსებობს, სელიმ. კარგი, ეგ მეც ვიცი, რომ არ არის, მაგრამ შენ ხომ ჯანსიზი ხარ, გამოსავალ ციპოვი. ამჯერად გამოსავალი არ არსებობს. კარგი, როგორც გინდა. როგორც გინდა. ალო, რომელი ხარ? სელიმ გიური ვარ. ოჰო. ბიძია, რა ხდება, მოგენატრე? შენი მისამართი მითხარი. დავამთავროთ ეს მოწყენილობა, მიდი. გოგონა მოვიდა. გოგონა? ალო. მიპასუხე, სელიმ. ერთი წამით მოიცადე. მარჯვნივ გაიხედე, სელიმ. და მიიღე გადაწყვეტილება. შენი ხმა არ ისმის, სელიმ, მიპასუხე. გესმის? მიდი. მოუყევი კადირს ყველაფერი, რაც იცი. მიდი. მე კი შენს გოგონას თავს შვიდად გავუხრეთ. ზედმეტი ნერვიულობის გარეშე. ჯანდაბა, ხმა მოიღე. მიდი. ნუ მემუქრები, სელიმ. არ გაბედო ჩემთან თამაში, გესმის? მიდი, გააკეთე ის, რის გაკეთებასაც აპირებდი. მიდი. თუ არა და შედეგებთან შეგუება მოგიწევს. არა. სიცარიელეში ნუ იყურები. ველი ვერ დაგეხმარება. რამდენი სიკეთეც არ უნდა გაუკეთო, ის მაინც უმადურია. სელიმ. მიდი, გამიკეთე ის სიკეთე, რომელიც ველის გაუკეთე. მისი მხოლოდ ერთი თხოვნის გამო წახვედი. და კადირს ესროლე. მე გიყვიროდი, ეს არ გააკეთო მეთქი, ხომ ასეა? არ გიყვიროდი? ხომ გიყვიროდი? მაგრამ შენ მისი ერთი თხოვნის გამო გააკეთე ეს.
თუ გააკეთებ, შენ შვილს სიცოცხლეში შევუნარჩუნებ. ხოლო თუ არ გააკეთებ, შენს თვალწინ წამებით მოკლავენ. ის ძალიან ხმამაღლა იყვირებს. გესმის? ძალიან ხმამაღლა. რა გინდა ჩემგან? მისი მანქანა ალბათ სადღაც აქ არის. შორს არ წავიდოდა. რადგან დამირეკა ესე იგი საქმე ცუდად აქვს. ჩეტინ, გისმენ ძმაო, ბიჭები წაიყვანე, იპოვე ეს ადამიანი და მარტო მაშინ დაბრუნდი. როგორც მებრძანებ. აბა, ჩემთვის კეთილ საქმეს ხომ გააკეთებ არა? გადიერს დაუძახე? მე არავისთვის არაფერი მithქვამს. წავედით. მიდი წავედით. არ დაგავიწყდეს. მამა. ჯემრე გაჩერდი. მოდი აქ. შურიზიების სურვილით დაბინდულ გონებაში სინათლის შემოტანა მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს შეუძლია. მირანი თითქმის მთელი ცხოვრება შურიზიებაზე ფიქრით იძინებდა და იღვიძებდა, სანამ ზღაპრულად ლამას სიცოცხლით სავსე რეიანს გადაეხრებოდა. წყვილს შორის გაჩენილი სიყვარული დიდ დაბრკოლებას აწყდება, როდესაც გაირკვევა, რომ რეიანი იმ ადამიანის შვილია, ვიზე შურიზიებასაც მირანი წლები აგეგმავს. სიყვარულსა და შურიზიებას შორის არჩევანის გაკეთება წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. ნახეთ, როგორ უმკლავდება მირანი ამ გადაუჭრელ დილემას სერიალში თავქარიანი, ქართულად აჭარანეზე.